ინსულინ რეზისტენტობა მაქვს, ან საწყისი ფორმა მაქვს, ან მე მგონი ინსულინ რეზისტენტული ვარ, აი ხშირად გამიგია რა, აი რაღაც ჩათებში, სოციმედიაში და ასე შემდეგ, თითქოს ადამიანები რაღაცნაირად ამ დიაგნოზს თავად ისვამენ, რომ შემდეგ გამართლებული იყოს წონისკლებისთვის შესაბამისი პრეპარატების გამოყენება. ინსულინ რეზისტენტობა არის არსებული ფიზიოლოგიურად განსაზღვრული რაოდენობის ინსულინის რატომღაც აუთვისებლობა იმ ქსოვილების და ორგანოთა სისტემების მიერ, რომლებიც ინსულინზე არიან დამოკიდებული. სხვანა პირველ რიგში კუნთი და კუნთოვანი მასა, იმიტომ რომ ყველაზე მეტ გლუკოზას ისინი საჭიროებენ. და არ დაგვავიწყდეს, რომ გულის კუნთია. ეს არის ცხიმოვანი ქსოვილი და ეს არის მთავარი მეტაბოლური ორგანო, სრულიად ჯადოსნური და სრულიად განუმეორებელი ღვიძლი, რომელიც აი ამ ყველაფერს მოდერირებას უკეთებს და განკარგავს, ყველაფერს აბალანსებს.